კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ცვლილებების მიხედვით პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდენენ სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულს, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ დეკლარაციების შევსება და ინფორმაციის განთავსება მათი უძრავი და მოძრავი ქონებების და გადარიცხვებით მიღებული სარგებლის შესახებ. ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ეს არის ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც მთელი რიგი დანაშაულების ჩადენისათვის არიან და იქნებიან მსჯავრდებულები და ეხება დანაშაულებს, როგორც არის სამოხელეო და ფინანსური თანამდებობის ყოფნის პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე, ვალდებულები იქნებიან, რომ განაჩენის ზალაში შესვლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები, რაც გაზრდის გამჭვირვალობას და ამავდროულად ამ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიღებული თანხები თუ სადმე გადამალული არის, რომ გამოიყენონ მარტივად. ეს ინიციატივა ერთის მხრივ არის ძლიერი ინსტრუმენტი პრევენციისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, როდესაც ხდება კორუფციული დანაშაული, კონტროლის საკანონმდებლო მექანიზმებს ადგენს. აქედან გამომდინარე, მისი მიღების მნიშვნელობა დიდი არის, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების უპირობო პოლიტიკა არის კორუფციასთან ბრძოლა, როგორც პრევენციის მხრივ, ასევე თუ ადამიანის ჩადის ამ დანაშაულს, რა თქმა უნდა, პროპორციული სასჯელიდან გამომდინარე.